საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, რომ საქართველოს აუცილებლად მიიღებდა მას წელს. არც ერთი განცხადება არ ყოფილა. მეორე და არ არის ფანაციანი მაპი. ჩვენთვის მიზანი და ყველანი თანხმობით იმაზე, რომ ჩვენთვის მიზანი არის ნატოს წევრობა. ამიტომ როგორ გავხდებით ნატოს წევრები, აქ არის მეორე და მე მინდა შავას ასევე შევახსენო, რომ ასევე 99 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მაპის მინიჭებამდე და შემდგომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგაც კი ნატოს დაეფიქსირებინოს, რომ ესა თუ ის კონკრეტული ქვეყანა აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. საქართველოსთან მიმართებაში ახლა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ოპოზიციას უხარია თუ არ უხარია ეს ყველაფერი. ბუხარესტში მოხდა ის რაც მოხდა და ეს არის რეალობა. რეალობა ასევე არის ის, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ რთულ ვითარებაში გეოპოლიტიკურად, რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის აგრესიის ქვეშ და ეს განხორციელებულია და ვიცით. რეალობა არის ის, რომ ნატოს და ნატოს წევრი სახელმწიფოები ამას აღიქვავენ ისე როგორც ეს აღსაქმელი არის, ცდილობენ, არის გარკვეული სიფრთხილე, მაგრამ აქ რომ მინდა გავძინო ის, რომ რეალობა არის ის, რომ შტაინმაიერმა, რომელმაც გერმანია ყველაზე მეტად სკეპტიკურად სახელდება ყოველთვის, თუმცა იქვე არის საბერძნეთ და იქვე არის პორტუგალია შეგვიძლია თქვა, ხო? გერმანიასთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად კი დღეს არ გაუკეთებია განცხადება, რომ საქართველოს და უკრაინა არ უნდა გახდნენ ნატოს წევრები. ასე კი, მოდი. აქ არის დაბა მექანიზმი. კი ბატონო, რეკლამა გავუშვათ, ჩვენ საათემაში და რეკლამის შემდეგ განავთქვით საუბარს საბოლოოდ. ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში კლავაც პროგრამა ბარიერია და განვაგრძობთ ჩვენს დისკუსიას, ჩვენს საუბარს მაყურებელ შევახსენებ ან ვინც ახლა გადასცო, მათ ვეთქვით, რომ ჩვენ საუბრობთ ნატოში ჩვენ წევრობის პერსპექტივაზე, იმაზე რა ხდება ბრიუსელში, რა გადაწყვეტილებას იღებენ, ან რაც ხდება ახალ ცნობილ ბატონ კახა თქვენ გსურდათ რომ რაშავე კომენტ გამეცვა ყურადღება. როგორ ამემაყურებია ყურადღება, რომ დატო თვითონ არასდროს არ იყო წინააღმდეგი ერთ-ერთი სახელმწიფო პრინციპულად საქართველოს მიიღებს. ნეცად გეტყვით, ეს თემა რაღაცნაირად მეორე პლანზე გადავიდა, როდესაც გაჩნდა რომ საქართველოს აღმოჩნდა რომ საქართველოს არ იყო მაპისთვის მზად, სპეციალურად პირველად საქართველოსთვის და მერე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავწევდა, შეიქმნა ეგრეთ წოდებული აიპაპი. ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა, რომელიც მათი ავტორების ჩანაფიქრით უნდა ყოფილიყო გარდამავალი საფეხური იმისთვის, რომ ჩვენ მაპისთვის მომზადებულები შევხვდროდეთ, ასე ვთქვათ, მაპის კანდიდატობის გეგმა იყო, კანდიდატობის კანდიდატი. ეს გეგმა უნდა დასრულებულიყო, გეგმას ხელი მოეწერა და უნდა შესრულებულიყო 2006 წლის შემოდგომისთვის, ანუ 2 წლის წინ. არავის არის ეს დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ საქართველოს შეასრულა აიპაპის ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ასე რომ ესეც ვერ მოახერხეთ აი ეს კანდიდატის კანდიდატობაზე გამოცდის ჩაბარება, არათუ კანდიდატობა. ეს ერთი. ასე რომ გერმანიას მოხდა იყო და ყველანი იყო. ეხლა მეორე მომენტი, ეხლა ეს ჩვენთან საუბარში ვთქვათ ერთ ინგლისელ საკმაოდ აღარ რანგის დიპლომატს, რომელსაც ალბათ აქ დამწენი რამოდენიმე ვიცნობთ, გასაგები მიზეზების გამო კოლმეურნეობის თავმჯდომარის სკვარტს არ დავასახელებ, უბრალოდ ესეთი ის, რომ თვითონ ნატოში არის ასეთი განწყობა. პირველი რომ გეოპოლიტიკურად ეს სახელმწიფო არის ძალიან მნიშვნელოვანი და გავხუჭოთ რაღაცეებზე სხვალი, იგივე დემოკრატიის ხარისხზე და მივიღოთ და მე ვიქო ესე იგი მაპის მიღებაზე ლაპარაკი და ნატოს გაწევრიანებაზე და გადაგზა ამის საფასურად ასე ვთქვათ დემოკრატიის ხარისხის ამაღლებაზე ვიმუშაოთ და ასე ვთქვათ ესეგებს სტიმული გახდეს რომ დემოკრატიის დონე აიწიოს, არის მეორე თვალსაზრისი. რომ დემოკრატიის გარეშე მიღება არის ძალიან ბევრი სკეპთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი ხდებოდა აგვისტოს ამბებამდე. აგვისტოს შემდეგ აქ მე მგონი უკვე ნატოში ეს დავა აღარ არის, იმიტომ რომ ძირითადი მოთხოვნა ეს იქნება, რომ საქართველოს როგორც მაპის წევრი და ნატოს პერსპექტიული წევრი იყოს პროგნოზირებადი სახელმწიფო. და დემოკრატია არის პროგნოზირებადობის აუცილებელი პირობა, რათა უნდა უცნაური იყოს თითქოს ალტერნატიული ადვილია ხელისუფლების კონცენტრაცია არის ერთი კაცის ხელში და რასაც თითქოს ყველაფერი ხდება დემოკრატიის დროს თითქოს დავაა დისკუსია, პროგნოზირებადი თითქოს ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ასე არ არის დემოკრატიული პროგნოზირებადი წყობა კაცობრიობას არ მოუწევს. ბატონი მამუკა არიშტისაც გავაგრძელებ იმას, რომელიც რეკლამამდე მან თქვა. თქვენ ბატონ ლაშას ძალიან ყველა ვიცით, ახლა ჩვენი
დიდი სახელმწიფოებრივი მიზანი და ეს მართლაც ასე არის ნატოში ინტეგრაცია, ხო? ჩვენი მიზანია ნატოში გაწევრიანება, მაგრამ რატომ არის ეს მიზანი? იმიტომ რომ ნაკლებად ჩვენი ოჯახის წევრები ახლა ყველამ ვიცით, ხო ჩვენი საშუალება რაღაცა. რატომ უნდა ნატოში? იმიტომ გვინდა რომ ჩვენ არ მომბავდნენ რუსული თვითმფრინავები იქნება თუ რა ვიცი ახლა რომელ მეზობელთან ღმერთთან დაგვიფაროს რა ურთიერთობა გვექნება და მთელი საქართველო დაზაფრული არ გარბოდეს, არ გამორბოდეს და ძველ რაღაც ხარდაფებს არ წმენდეს და არ იმალებოდეს, ხო? ამიტომ გვინდა. მე ვფიქრობ ნატოში და არა იმიტომ რომ ახლა ჩვენი მინისტრები იქ გამოსკუპდნენ ხოლმე მინისტრიაში 26-ზე დაიკავონ ხოლმე რბილსავარ. ხო ამიტომ გვინდა. თან კიდევ ერთია ბუხარესტში დალოცველებმა კი გვიცეს რომ ნატოში გაგაწევრიანებთ. მაგრამ აი როდესაც ეს ხომ არ ხდება. თუ იმის მოლოდინში ვიქნები აი ახლა მაპს მოგცემენ აიპაპს ხალხი ეს აიპაპი აინტერესებს მე ვფიქრობ არც მაპი უნდა რომ იყოს უსაფრთხოდ და ამასობაში ბუხარესტში გვითხრეს რომ გაგაწევრიანებთო მაპს არ მოგცემთო და ახლა უკვე ახალგორში კოდორის ხეობაში საერთოდ რომ არ ვახსენებს ხოლმე არა და ზემო აფხაზეთად წოდებულ და სახელგადარქმეულ ძალის იგივე კოდორის ხეობაში ერთგან აფხაზური დროშა მეორეგან რუსული დროშა საშინელ პირობებში იყოფება ის ხალხი ხო სოფელ ტერევში სხვა შორის დღესდამირეკეს იქიდან და მიწეს რომ უმძიმესი ვითარება და ხალხი თავსო დაზაფხული არაფერს ამბობ იმაზე როგორ არაფერი ვთქვათ მაგრამ თურქად ამარაშენეს კბილებით გმირულად შენარჩუნებული სოფლები საერთოდ აღარ არსებობს არაფერი ჩვენ არ ვართ ვითხარით აგვამშვიდეს ხალხს ვთხარით ახლა მადლობთ. ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებით დღევანდელი მინისტერიალის ფონზე და მოწვეულები ვართ ექსპერტები, პოლიტიკოსები, რომ ნატოსთან დაკავშირებით ნატოზე ვისაუბროთ და გაწევრიანებაზე ვისაუბროთ და პერსპექტივებზე, ბუნებრივია ამაზე ვსაუბროთ, რომ დასამშვიდებელი და საფრთხონი მოსახლეობასთან ნამდვილად ბევრი გვაქვს. პირველი შემთხვევა, როდესაც ვეთანხმები დათოს დღეს საკამოს ყოველ შემთხვევაში რომ დიახ ნატო არ არის თვითმიზანი, ნატო არის საშუალება იმისათვის რომ ქვეყნის უსაფრთხოება შეიქმნას და სანამ ნატოს წევრები გავხდებით. მანამდე ჩვენ გვჭირდება სერიოზული საერთაშორისო გარანტიები იმისათვის რომ რუსეთის აგრესია არ გამეორდეს და ამ საერთაშორისო მექანიზმებს მუშაობა ჭირდება და მუშაობს კიდევაც. მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველ შემთხვევაში იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებიც აქვს და იმ შესაძლებლობაში ნამდვილად ინტენსიური მუშაობა იმისათვის რომ საერთაშორისო მექანიზმები უსაფრთხოების შეიქმნას და თქვენ იცით რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად ჩართული და ჩვენი მუშაობა და ძალისხმევა არის მიმართული ამაზე რომ სწორედ იმ მოსახლეობამ რომელიც დღეს იქ არის დარჩენილი და მართლა მძიმე მდგომარეობაში არიან სერიოზული რისკის ქვეშ არიან თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და სერიოზული გარანტიები შეიქმნას მათი უსაფრთხოებისთვის მაგრამ საერთოდ უსაფრთხოება ჩვენ გვჭირდება ერთი სერიოზული რამისთვის იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად იმისათვის რომ თითოეული ჩვენი მოსახლის ეკონომიკური და სოციალური დონე იყოს ამაღლებული ნორმალურად და იმისათვის რომ სოციალურად იყოს დაცული ხალხი. ამისათვის არის უსაფრთხოების გარანტიები საჭირო და ამაში მე მგონი დამეთანხმება ყველა თუნდაც პოლიტიკური ოპონენტი იყოს, ხო? ხალხს თქვენავთ რომ ხალხს უნდა ვესაუბროთ, დიახ, ვესაუბრებით და მინდა ვთქვა ის რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ნამდვილად რომ ის სოციალური ძიმე მდგომარეობა რომელიც დამაკმაყოფილებელი არაფრით არ ეწოდება ამ მდგომარეობას გამოსწორდეს და იყოს ნორმალური და ამისკენ არის მიმართული ძალისხმევა. მიუხედავად იმისა რომ არის სერიოზული რისკ ფაქტორები ამისი როგორც საერთაშორისო ეკონომიკური რეცესიის ისე იმ აგრესიის შედეგების და რაც სამხედრო რაც მოყვა რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას საქართველოში. ისე რომ ამ მიმართულებებით მიდის მუშაობა, ამ მიმართულებებით მუშაობ შეიძლება ეფექტი არ არის დღეს, მაგრამ ის რომ ეს არის პრიორიტეტი დღევანდელი ხელისუფლების, ამას ვერ დაარწმევ ნამდვილად, თუ გინდა რომ ფაქტებით იმჯელო, თუ გინდა რომ ფაქტებით არ იმჯელო და მხოლოდ უკმაყოფილება გამოხატოთ, მაშინ შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ. ესე იგი რაც 4 თვეა რაც დაეწევათ ჭეშმარიტების წყაროს ნაციონალურ მოძრაობაში, აშკარად ვეღარ უგებთ ერთმანეთს, მაგრამ მანამდე 15-ამდე წელი ჩემსავით სტომილი და ცოდვილი იყავით, იმიტომ რომ გვესმოდა ერთმანეთი. ახლა მე ვინაიდან ისევ სტომილი და ცოდვილი ვარ და თქვენ იცით ეს ყველაფერი. იქნებ ფაქტებით ჩამოგვითხვალოთ ის მისწევები, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული ძალების საკითხი უკეთაა, იგივე ნატოში გაწევრიანების საკითხი უკეთაა, ზოგადად საქართველოს როგორც ქვეყანა სახელმწიფო უკეთაა შემდგარი პარლამენტი გვაქვს უკეთესი, მედია გვაქვს უკეთესი, სასამართლო გვაქვს უკეთესი, მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება ყოველდღიურად.